ნახეთ ათეისტის შეკითხვა, რომელიც ასე ჟღერს. ადამიანი ვალში არავისთან არის, მით უმეტეს ღმერთთან, რომელიც არ არსებობს. ამიტომ არ არის ვალდებული, რომ ის მადლობდეს ვინმეს მათ შორის ღმერთს იმისთვის, რაც აქვს. ვიცით, ვერ დავეთანხმები ვერანაირად. საერთოდ რომ დავანებოთ თავის არწმუნოებაზე საუბარს, ჩვენ ნაწილობრივ ამაზე ვისაუბრეთ, მაგრამ კვლავ შევახსენებ ჩვენს მსმენელს, რომ თუნდაც ასე იგი მადლიერება არ ქონდეს ღმერთის მიმართ, რომელმაც არარსებობიდან არსებობაში გამოგიხმო, როგორ შეიძლება მადლიერება არ ქონდეს საკუთარი მშობლების მიმართ. რომლებაც აი ამ უსუსურობიდან ფეხებზე დაგაყენეს, გაგზარდეს, ну თქვათ, შეიძლება ის დაგვარად განათლება მოგცეს თუ რაღაცა ხელობა გასწავლეს თუ რა მნიშვნელობა აქვს, მოხერხდა შენი აღზრდა და ჩამოყალიბება და ადამიანი ხარ, რომელიც რაღაცას ფიქრობ ეხლა და თუ ეს ფიქრი არის, რომ არავისი არაფერი არ მართებს, როგორ არ გმართებს, უკვე გმართებს მშობლებისა. როგორ არ გმართებს შენი ქვეყნისა. რომელ ქვეყანაშიც დაიბადე, რომელმა ქვეყანამაც იზრუნა შენს კეთილდღეობაზე, აღზრდაზე, მშიერი რო არა ხარ, რაღაც სტრესის ქვეშ რო არ იმყოფები, ну, შეიძლება რაღაცა ცუდ პერიოდში იყოს ადამიანი დაბადებული, ომიანობა დაემთხვა, რაღაცა შეიძლება დაემთხვა, მაგრამ ქვეყნის მადლიერი როგორ შეიძლება არ იყო? როგორ შეიძლება არ იყოს საზოგადოების მადლიერი, თუნდაც იქ სკოლაში რომ დადიოდი და პედაგოგი ყავდა? შენი მეგობრების მადლიერი, რომ შენ აგირჩიეს მეგობრად. და თუ ასეთი მარტოსული ხარ, რომ არც მასწავლებელი, არც მეგობარი, არც მშობელი და არავინ არ გახსოვს შენ ცხოვრებაში, ну, რა ვიცი, ასეთი ადამიანი თუ არსებობს, მე ვერ დავიჯერებ, რომ არსებობს, მაგრამ თუ კი მართლა არსებობს, ალბათ მაშინ სხვანაირი დახმარება დასჭირდება მას და სხვანაირი ფიქრი დასჭირდება, რომ ნამდვილად უნდა გამოძებნოს საკუთარ თავში ეს გრძნობა, რომ ვინმე როგორ არ ეყოლება ვისაც უნდა მადლობდეს. ვისაც უნდა მადლობდეს თუნდაც მოწოდებული წყლისთვის, როდესაც მწყუროდა. როგორ ჩაიარა მისმა ცხოვრებამ ისე რომ ვიღაც ადამიანის თანაგრძნობა შემოხედვით იქნება, საქციელით იქნება თუ რაღაც სხვა ასპექტში იქნება ეს გამოხატული, მას არ ქონია, ვერ დავიჯერებ ამას. ასე რომ არავისი არაფერი არ მართებს, როგორ ჩვენ ერთმანეთის ძალიან ბევრი რამ გვართებს. სიყვარული პირველ რიგში. და ეს სიყვარული გმართებს პავლე მოციქული გვეუბნება კიდეც ნურავისი ნურაფერი გმართებთ გარდა სიყვარულისა, იმიტომ რომ ვისაც ხარკი ეკუთვნის, ხარკი უნდა გადაუხადო, ვისაც ბაჟი უნდა გადაუხადო, ასე უნდა ცხოვრობდეს წესიერი და პატიოსანი ადამიანი. ერთმანეთის უნდა გმართებდეს სიყვარული. და სიყვარული ისწავლება. ეს არ არის თანდაყოლილი გრძნობა, რომლითაც ადამიანი არის დაჯილდოებული და ვიღაცაზე იტყვის მიყვარს. ეს შეიძლება ისეთი სრული ეგოიზმი იყოს, რომ უყვარდეს სათავისოდ და ეს შეიძლება დედას და შვილსაც კი ეხებოდეს, რომელიც ყველაზე ისეთი გამოვლინებაა თითქოს ამქვეყნიური, ყველაზე დიდი სიყვარულისა. დიახ, აქაც კი შეიძლება ეგოიზმა ისე იჩინოს თავი, რომ დედას შვილი სათავისოდ უყვარდეს და ამ სიყვარულით, ესე იგი, ძალიან ბევრი ცუდი გაუკეთოს საკუთარ თავს და საკუთარ შვილს. როგორ უნდა გვიყვარდეს? საიმისოდ. ანუ არასაშენოდ, მე ასე მჭირდება და მე ასეთი მინდა კი არა, საიმისოდ უნდა გიყვარდეს, მისთვის უკეთესი როგორ არის. ანუ რა ჯობებს მისთვის, იმიტომ რომ შეიძლება ძალიან გიჭირდეს მასთან განშორება, ვთქვათ, დედას-შვილთან ძალიან უჭირდეს განშორება, მაგრამ ეს აუცილებელი არის შენი შვილისთვის იმ მომენტში, ვთქვათ, იმიტომ რომ უნდა წავიდეს და სამშობლოს ემსახუროს, გახდეს ჯარისკაცი. უნდა წავიდეს, ვთქვათ, და სასწავლებლად და მიიღოს კარგი განათლება. შენ რო ამას ვერ შეელევი. ან ვთქვათ, ყველაზე რთული პრობლემა არის ხოლმე, როდესაც შვილი ქორწინდება და დედა ამბობს, რომ არა, ეს კი არ მინდა, ეს უნდა მოიყვანო. კაცო, შენ შვილს ვინც უნდა და ვინც უყვარს, ის უნდა მოიყვანოს და მასთან უნდა იყოს. ეხლა 12 წლის ხო არ არის, როცა ქორწინდება, უკვე ზრდასრულია და უნდა პატივისცემის გადაწყვეტილებას. უნდა გვერდით ამოუდგე, მოგწონს, არ მოგწონს, შენს გულში უნდა შენ, მაგრამ არა, მე ასე მინდა, ესე იგი, შვილი კი არ გიყვარს, საკუთარი თავი გიყვარს და შენთვის გიყვარს ეს შვილი. შენ გინდა რომ ასე იყოს და იმიტომ. ამიტომ ეს ეგოიზმი და სიყვარული ჩვენ ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ. ეს ძალიან საფრთხილო თემა არის. ეხლა ჩვენ კი მადლიერებიდან დავიწყეთ, მაგრამ ამაზე გადავერთეთ და ვფიქრობ ესეც ერთ-ერთი საჭირო ძალიან საინტერესო თემაა და სიტყვა მოიტანა, ასე ვთქვათ, რომ ამასაც გვესაუბრა. დიახ, რატომაც არა. და მართალი გითხრათ კი გადავუხვიეთ, მაგრამ კვლავ დაუბრუნდები ბატონის შეკითხვას, რაც
დასვა, რომ არავისი არაფერი გმართებს, ძალიან ბევრის გმართებს. ჩვენ სირგლებს საზოგადოებაში მიმოვიხედოთ, ჩვენ სანაცნობოში და აღმოვაჩენთ, რომ თურმე ძალიან ბევრი გმართებს სიყვარულისა, ვიღაცისადმი ყურადღება, ვიღაცისადმი მოკითხვა და ასე შემდგომ, რაც თავისთავად უკვე მადლიერებას ნიშნავს.